Რუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარი არის დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი პაპუნა ოგრეხელიძე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ პაპუნა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და ასეთ საჭირო და პრობლემატურ საკითხზე იმედია რომ გარკვეულ განმარტებებს მაინც მოგცემთ. გარკვეულობას მაინც შეიტანთ ამ ამბავში და თეო ზაქარაშვილი ყავს კიდე ჩართვაზე ქუთაისიდან. პირველი კითხვა თქვენ ალბათ ადევნებთ თვალყურს პირველ ამბავს, რომელიც გადაცემის პირველ ბლოკში მოვყევით. ამიტომ მაქვს ესეთი კითხვა კონკრეტულად ნონა ნარიმანიძის საქმიდან გამომდინარე, ვიდრე რეგისტრაციის კანონში ზოგადად ცვლილებებზე ვილაპარაკებთ, მაინტერესებს აქვს თუ არა საჯარო რეესტრს რაიმე მექანიზმი, რომ კონკრეტული პირის მიერ მოტანილი აზომილი ნახაზი, რითაც ის ითხოვს დარეგისტრირებას კონკრეტული ტერიტორიის გადაამოწმოს. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. შევეცდები გიპასუხოთ ამ კონკრეტულ საქმეზეც, რა თქმა უნდა და ზოგადად ვილაპარაკო იმ რეფორმებზე, რომელიც არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, არის მექანიზმები, სხვადასხვა მექანიზმი არსებობს სხვადასხვა შემთხვევაში, თუ როგორ უნდა გადამოწმდეს კონკრეტული მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის მარეგისტრირებელი ორგანო, რომელიც დღეს მუშაობს ამ პრინციპით. მოქალაქეს აქვს ვალდებულება კანონით დადგენილი უფლების დამდგენელი დოკუმენტები წარმოადგინოს საჯარო რეესტრში, თუ ისინი შეესაბამებიან მოქმედ კანონმდებლობას, საჯარო რეესტრი მათ აღრიცხავს და გაატარებს რეესტრში. ეს არის ჩვენი ვალდებულება. გვაქვს მექანიზმები გადავამოწმოთ გარკვეული მონაცემები და კონკრეტულად ქალბატონი ნონა ნარიმანიძის შემთხვევაში ჩვენ ეს გავაკეთეთ თვითმმართველი ერთეულის მეშვეობით და აქ ფიგურირებდა კიდევაც ის წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გამგეობიდან. ანუ გამგეობა, როგორც მე მივხვდი და სიცხადე რო იყოს მეტი მაყურებლისათვის, გამგეობა მოგწეროთ, რომ ეს არ ეკუთვნის. რომ ეს ეკუთვნის ჯანგირაშვილს. მათ მოგწეროთ და არა ნონა ნარიმანიძეს. მე თუ სწორად მახსოვს და აქ იყო კიდევაც სამშაბათზე საუბარი, აქ საუბარია კონკრეტული სოფლების საზღვრებს შორის გამიჯვნაზე. ეს საკითხი იყო დასადიანი, რაზედაც ხელობდა თვითმმართველი. და ხომ ვერ მეწვით, აი რატომ ქალბატონი ამბობს, ქალბატონი ნონა ამბობს, რომ მას არ განუმარტეს მისი ასე ვთქვათ ვინ ემიჯნება მეზობელი ვინ იყო ხო ამონაწერი გვაქვს ვალდებულება ვთქვათ არ არის ხოლმე იმიტომ რომ წარმოიდგინეთ სიტუაცია ქალი დაბრუნდა მას გონია რომ რაღაცა გარკვეული დოკუმენტაციის ამოსაც სახელმწიფო გერბიანი ბეჭდებით არის გამყარებული ცხადია რომ მე აღმოჩნდა რომ თურმე ეს არ არის ლეგიტიმური მაგრამ რიგითი მოქალაქისათვის ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის აღმოჩნდა რომ ეს მიწა მას აღარ ეკუთვნის და არის რაღაცა ზედებები და არ ადლევს ითხოვდა რამდენადაც მეხვდებით აკო შემიძლია კონკრეტულად კი იყო ის რომ თქვენ მიწერან როგორც ხდება ზოგადად ეს საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან მიიღო ინფორმაცია ქალბატონ ნონა ნარიმანიძემ რომ ვერ დაგირეგისტრირებთ მოკლედ აქ ძალიან იურიდიული ტერმინოლოგია ამიტომ მოკლედ ვიტყვი ვერ დაგირეგისტრირებთ მიწას იმიტომ რომ აქ დაფიქსირებულია ზედდება ანუ რაღაც კონკრეტული ტერიტორია იჭრება თქვენს მიწის ნაკვეთში უბრალოდ ამ წერილში და ზოგადად ძალიან გვიან უთხრეს ნონა ნარიმანიძეს რეალურად რომელი ტერიტორია იჭრებოდა მის არა აქვს მიწას რამდენადაც მე ვიცი რომ გავესწანი მაგას არ აქვს რა ეს ამის ვალდებულება რომ ეს ინფორმაცია აქ იყო ეს არის კონკრეტული საქმე რომელზედაც მე არ ვიცი ახლა მაქვს კონკრეტული პასუხი თუ არის კითხვა დასმული რომელზედაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო უპასუხობს რა თქმა უნდა ის ვალდებულია უპასუხოს ეს არ არის მხოლოდ ერთი სოფლის ერთი რაიონის პრობლემა ზოგადად ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა წინა ბლოკში ითქვა რომ ის რეფორმა, რომელმაც განკარგა მიწის ნაკვეთები მოქალაქეებზე გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ რომ ამ პრობლემებმა დაგვანახეს ჩვენ, რომ რეალურად მოქალაქეებს ექნებათ ხარვეზები, ჩვენ გავაანალიზეთ იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტების პაკეტი, უშუალოდ იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით და სწორედ ამ ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად, იმისთვის რომ ბარიერები მოეხსნათ მოქალაქეებს მიწის და იმ საკუთრების რეგისტრაციის პროცესში, რომელიც მათ მფლობელობაშია, რომელზედაც სახელმწიფომ ერთხელ გამოთქვა უკვე ნება რომ განკარგულიყო და მათ სახელზე დარეგისტრირებული იყო, მაინც ხდება გარკვეული პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ისახავს მიზნად კონკრეტული სახელმწიფო კანონპროექტი რა მექანიზმები არსებობს. კი ბატონო, შევეცდები, მე გითხარით რომ დღესდღეობით მარეგისტრირებელი ორგანო მხოლოდ ადასტურებს იმ დოკუმენტების სინამდვილეს, რომელიც არის წარმოდგენილი საჯარო რეესტრში. ახალი კანონპროექტი გულისხმობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროაქტიულ ჩართულობას რეგისტრაციის პროცესში. ეს ნიშნავს, როგორც კი მოქალაქე მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვს რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია
ჩაერთოს რეგისტრაციის პროცესში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის ნაწილში, მოიპოვოს ის უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება ინახებოდეს თუნდაც თვითმმართველ ორგანოებში, თუნდაც შემოსავლების სამსახურში, ეროვნულ არქივში. თვითმმართველობას ევალება ეს. თუ საჯარო ახალი კანონის პროექტით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იქნება ვალდებული მთელი ეს პროცესი წარმართოს თავად მას შემდეგ რაც მოქალაქე მას მიმართა. თვითონ გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ რეგისტრაცია დასრულდეს წარმართად. ბატონო, დაუშვათ, რომ ეს კანონი გავიდა პარლამენტმა დაამტკიცა, სადია და ასე იქნება ხელმძღვანელობა შემდეგ რაც უკანა კუთხით, აი ალბათ ნონას შემთხვევა რა ვაგდოთ და განვაზოგადოთ ადამიანები, რომლებიც ეხლა დაობენ, ერთადერთი გზა არის სასამართლო თუ არსებობს კანონპროექტში რაიმე ისეთი გათვალისწინებული, რომელიც მათ დავებსაც რაღაცნაირად მოაწესრიგებს. რა თქმა უნდა, დავების გადაჭრის ძალიან მოქნილი და თანამედროვე მექანიზმი არის ამ კანონპროექტით შემოთავაზებული, რაც გულისხმობს არა იმდენად გრძელვადიან პროცესს, რასაც სასამართლო მოითხოვს, როგორც წესი და თუ ეს სხვადასხვა ინსტანციებში გრძელდება გაცილებით მეტი დრო. დაუსრულებელი არის ხოლმე ეს პროცესი. ეს დაუსრულებელია და ქალბატონი ნონას შემთხვევაში 3 ინსტანცია არის დასრულებული და სამწუხაროდ ქალბატონი ნონას აწინააღმდეგოთ. მედიაცია გულისხმობს, რომ სანოტარო მედიაცია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოში, ნოტარიუსი ჩაერთვება სრულიად უფასოდ, თუნდაც სამეზობლო დავაში და შეადგენს დოკუმენტს, თუნდაც რომ ავიღოთ ქალბატონი ნონა ნარიმანიძის მისი მეზობლის შემთხვევა. მოაგვარებს მედიაციის გზით მათ შორის არსებულ დავას, აქვე ჩაერთვება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი კიდევ ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელიც ფაქტების კონსტატაციის გზით შეეცდება დაადგინოს რეალობა, თუნდაც ეს გარემოება სადგებარეობს კონკრეტულად ეს ნაკვეთი. ამ ორი ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურება იქნება აბსოლუტურად უფასო და ერთი წარმოების ფარგლებში ჩვენ შევეცდებით ყველა ის მტკიცებულება მოვიპოვოთ, რომელიც მოგცემს საშუალებას ეს ქალბატონი ნონა და მისი მსგავსი ადამიანები და ვთქვათ სამის კონკრეტულად რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივად მას გზა აღარ დარჩა და სამივე ინსტანციის სასამართლომ ასე ვთქვათ გადაწყვიტა მის საწინააღმდეგოდ ეს დავა. ამ შემთხვევაში მას შეეხება და ასეთ მსგავს ამბებს შეეხება თუ არა ის რასაც თქვენგანეთ, იმიტომ რომ არ გამოვიდეს ისე რომ ვთქვათ სასამართლომ რაც დაადგინა და უკვე ბეჭედ დასმულია ფაქტიურად სამუდამოდ შემდეგ აი თქვენი მექანიზმით როგორ მოხდება ალბათ ალბათ კონკრეტულად ქალბატონი ნონა ნარიმანიძის შემთხვევაზე მე ვამბობ ახალ მექანიზმზე, ახალ საშუალებაზე, რომელიც მოქალაქეებს, სხვა უამრავ მოქალაქეს, რომელსაც აქვს პრობლემები და დღეს ძალიან ბევრი მიწა და ძალიან ბევრი მფლობელობაში არსებული მიწა არის დაურეგისტრირებული. მხოლოდ 30% არის რეგისტრირებული. სანამ თეოს შევხვდეთ, უბრალოდ ძალიან პატარა კითხვა მაქვს და მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ. თქვენ თქვით რომ მოიძიებთ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის მოძიებაში თქვენ დაგჭირდებათ გამგეობა. დღეს დღევანდელ მაგალითად ჩვენ ნახეთ რომ გამგეობას ინფორმაცია და არქივი მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ აქვს. აი ამ შემთხვევაში რა ხდება? საიდან იღებთ ინფორმაციას? თქვენ ხომ დაგჭირდებათ თვითმმართველობები და სტრუქტურები რომ გარკვეული ინფორმაციას, არქივი, მათ შენახული უნდა გქონდეთ, მათ უნდა გქონდეთ ეს ინფორმაცია, რაც თქვენ ანალიზში გაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში რაც ბუნებაში არ არსებობს, ალბათ სხვა საშუალებებით უნდა შეიქმნას. სწორედ ამიტომ ვახსენე ფაქტების კონსტატაცია. ეს არის სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ რაც არ არსებობს, ჩვენ დავადგინოთ ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით. მე ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც მოგვეხმარება იმ ფაქტების და იმ მტკიცებულებების დადგენაში, რომელიც აუცილებელი იქნება ჩვენთვის რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად. მეგონი თეო. უბრალოდ თეო შეგვიძლია ჩავხდეთ ახლა, ვიცი რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ჩართულია ამ პროცესში, მათ აქვს გარკვეული შენიშვნები, თეო თუ გვეგესმის ჩვენი. თეო, საღამომშვიდობისა. კი, მესმის თქვენი ხმა. თეო, შეგიძლია გითხრა კონკრეტულად ეთერში მომიწვიეთ. საღამომშვიდობისა, თეო. შეგიძლია გითხრა კონკრეტულად საერთაშორისო გამჭვირვალობას რა შენიშვნები აქვს, ვიცი რომ თქვენ ბარათიც მოამზადეთ სარეკომენდაციო, აი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და რა მოსაზრებები ზოგადად.
პირველ რიგში გვინდა აღნიშნოთ და ვთქვათ, რომ ძალიან კარგი სამუშაო იქნა გაწეული, როგორც საჯარო რეესტრის მიერ, ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ კანონპროექტი, რომელიც საერთოდ სხვა მიდგომას აყალიბებდა, რომელიც ძალიან კარგია, რომ გაითხოვა უკან მთავრობამ და შემოტანილია ახალი კანონპროექტი პარლამენტში. რაც შეეხება ამ კანონპროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი ძირითადი შენიშვნა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობას გააჩნია, ეს არის დაკავშირებული მიდგომასთან, თუ რა მიდგომით აპირებს სახელმწიფო მიწების რეგისტრაციას. არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, ერთი არის სისტემური მიდგომა, როდესაც სახელმწიფო პროაქტიულად თვითონ ნაწილ-ნაწილ იწყებს მთელი საქართველოს რეგისტრაციას, აზომვას იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც უნდა იყოს რეგისტრირებული და მეორე არის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ახალისებს გარკვეული შეღავათებით კონკრეტულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ნებისმიერ პირს, რომელსაც დღეს აქვს მიწა და არ აქვს დარეგისტრირებული, მივიდეს საჯარო რეესტრში და დაარეგისტრიროს. ამ ორ მიდგომას შორის ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უპირატესად უნდა აირჩიოს სწორედ სისტემური მიდგომა, იმისათვის, რათა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მივა სარეგისტრაციოს, არ აღმოჩნდეს ქალბატონი ნონას მდგომარეობაში. ჩვენ გისმენდით პირველ ნაწილში, როდესაც ჩვენ საუბრობდით ქალბატონი ნონას პრობლემაზე, რომ ავიღოთ ქალბატონი ნონას პრობლემა და აი ახალი კანონპროექტის ფარგლებში ვთქვათ, მოგვარდება თუ არა მსგავსი საკითხები. პირველ რიგში საინტერესოა ის გარემოება, რომ ისევე როგორც მანამდე საჯარო რეესტრი შეკითხვას უსვამდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დღესაც საჯარო რეესტრი მსგავს შეკითხვას დაუსვამს ახალი კანონის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არ აქვს შესაძლებლობა რეალურად მისცეს ინფორმაცია, რადგან ამ ინფორმაციას უბრალოდ ის თვითონაც არ ფლობს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მდებარეობა, ნამდვილად ის არის, რაც მოქალაქემ ელექტრონული ნახაზით მიუტანა სარეგისტრაციო საჯარო რეესტრს, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს რაიმე სხვა კოორდინატებზე. იმიტომ რომ 90-იან წლებში რეფორმის ფარგლებში მიღება-ჩაბარების აქტში მსგავსი ინფორმაცია არ იყო დაცული და დღესაც შესაბამისად შეუძლებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ რაიმე მექანიზმით ეს განსაზღვროს. ქალბატონი ნონას შემთხვევაშიც მსგავს აქვს ადგილი, მაგალითად ის, რომ ქალბატონი ნონას მიწის ნაკვეთი რეალურად არის თუ არა იმ ტერიტორიაზე და უფრო მეტიც, ქალბატონი ნონას მიწის ნაკვეთს უფრო კარგი შესაძლებლობა აქვს განისაზღვროს მისი მდებარეობა, იმიტომ რომ იქ მითითებულია ბაზარი, ორი სხვადასხვა გზა, მაგრამ აი მეორე მოდავე პირის, რომელსაც ქალბატონი ნონა ედავება, ბატონი ჯანგირაშვილის მიწის ნაკვეთის მდებარეობს. განსაზღვრის საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა. დიდი მადლობა, თეო, ეს კითხვა უკვე დაისვა, მე თვითონ მაინტერესებდა ეს. უბრალოდ ეს ჩართვას გავაკეთებ. როგორც ბატონმა პაპუნამ აგვიხსნა, რაღაც გარკვეული სხვა მექანიზმები არსებობს უფრო ობიექტური რეალობის დადგენისთვის. გააგრძელეთ კი ბატონო, გვაინტერესებს სხვა შენიშვნები რა გაქვს? ანუ რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, დღესდღეობით აი შეღავათებით, რომელსაც ახალი კანონპროექტი გვაძლევს, ერთეული რეგისტრაციების დროს თავიდან ვერ ავიშორებთ მსგავს პრობლემებს, რაც ქალბატონი ნონას შემთხვევაში გააჩნია. იმიტომ რომ, როდესაც ხდება ერთეული რეგისტრაცია, უფლების დამდგენი დოკუმენტები და ელექტრონული ნახაზი მიდის საჯარო რეესტრში, ის ამ ნივთის მდებარეობას და ელექტრონულ ნახაზს ამოწმებს მასთან დაცული ინფორმაციის ფარგლებში. შესაბამისად, ერთეული რეგისტრაციის დროს ეს შეიძლება იყოს დიდი ტერიტორიის ერთი პატარა ნაწილი, რომელიც ერთებაში მოვიდეს ნებისმიერ სხვა მიწის ნაკვეთთან, ან ქონდეს სხვა სამართლებრივი პრობლემა, რის გამოც საჯარო რეესტრი მას ვერ დაარეგისტრირებს. ანუ ვერ დარეგისტრირების მოგვარებისთვის საჯარო რეესტრს ის მექანიზმები, რაც ახალ კანონპროექტშია ჩადებული, არ იქნება საკმარისი საჯარო რეესტრისთვის. მაგალითად, მედიაციის ინსტიტუტი. ამ შემთხვევაში, ქალბატონი ნონას შემთხვევაში მედიაცია ვერ მოაგვარებს საკითხს, სასამართლომაც კი ვერ შეძლო ამ საკითხის მოგვარება. მედიაცია არის ორივე მხარის შეთანხმება, ხო, ნოტარიუსის ჩართულით. თავისი მხრივ მედიაცია ძალიან კარგი ინსტიტუტია, ისევე როგორც ძალიან კარგი მექანიზმებია თვითმმართველობის ჩართულობა, მედიაცია, წარმოება, პროაქტიული, მხოლოდ ეს კარგი მექანიზმია სისტემური რეგისტრაციის დროს, როდესაც სახელმწიფო იღებს ერთ კონკრეტულ ტერიტორიას და ახდენს მთლიანად მის რეგისტრაციას. მაგრამ ეს შეღავათები, რომელიც ახალი კანონპროექტითაა გათვალისწინებული, ერთეული რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, თქვენი რეკომენდაცია რა იქნება თეო? სპორადული რეგისტრაციის დროს ვერ გამორიცხავს ამ ხარვაზე. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ პირველ რიგში სახელმწიფომ
ბოლომდე უნდა მიიყვანოს რეფორმა, დაიწყოს სისტემური რეგისტრაცია, ნელ-ნელა ეტაპობრივად აზომოს ის მთლიანი ტერიტორია, რომელიც გააჩნია, რათა გამოირიცხოს თავიდან ნებისმიერი პირის უფლების დარღვევა. მათ შორის სახელმწიფომ გაარკვიოს რა მიწის ნაკვეთს ფლობს თვითონ და საინვესტიციო გარემოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შეღავათებს ერთეული მიწების რეგისტრაციისთვის, თავის მხრივ ესეც უნდა შევაფასოთ პოზიტიურად, თუმცა ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ იმდაგვარად არ უნდა წაახალისოს ერთეული რეგისტრაცია, რომ საბოლოო ჯამში ამ წახალისების შემდეგ ქონდეს ბევრი რეგისტრაცია და ბევრი რეგისტრაცია, მათ შორის ბევრი შეწყვეტილი რეგისტრაცია, ბევრი ხარვეზი და ბევრი ზრდება. ეს არის დამატებითი პრობლემები და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უფრო მეტად უნდა აიღოს სისტემური რეგისტრაციისკენ გეზით. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევიდა, არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე წინა ჯერზე არსებული, როდესაც სახელმწიფო მთლიანად აპირებდა 80% მიწის, ანუ დაურეგისტრებელი მიწის საკუთარ თავზე რეგისტრაციას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია სახელმწიფო უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს სწორედ სისტემური რეგისტრაციის კუთხით და უფრო მეტი პროაქტიულად სისტემური რეგისტრაციის ნაწილში მოახდინოს რეგისტრაცია, რათა გამოვრიცხოთ ეს პრობლემები მოქალაქეებისთვის და საბოლოო ჯამში დამთავრდეს მიწის რეფორმის ის ძირითადი სამუშაო, რაც აუცილებელია როგორც სახელმწიფოსთვის, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის და მიწა ერთ-ერთი კარგი ფონდია ამ კუთხით, ასევე მოქალაქეებისთვის, რომ ეჭქვეშ არ დადგეს ან არ მოხდეს მათი საკუთრების უფლების როგორმენაირი შეზღუდვა. დიდი მადლობა, თეო, დიდი მადლობა. შეიძლება უპასუხებ თეოს. მე ვთქვი, რომ მთავრობამ მოიწონა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოშალებული კანონპროექტების პაკეტი, რომელიც უკვე პირველი მოსმენით მოიწონა რამდენიმე კომიტეტმა, თუ არ ვცდები 6-მა საპარლამენტო კომიტეტმა. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ საჯარო განხილვაში და ეს კანონპროექტების პაკეტი გულისხმობს არა მხოლოდ ბიუროკრატიული, ფინანსური და სამართლებრივი ბერკეტების გაიოლებას მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის პროცესში, არამედ მისი მეორე ნაწილი არის სწორედ სისტემური რეგისტრაციების პილოტ პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკთან ერთად. 12 რაიონში განხორციელდება საპილოტო პროექტი, სადაც ჩვენ შევეცდებით სისტემურად დავარეგისტრიროთ სწორედ იმ მეთოდით, ანუ ბლოკებად, პროაქტიულად ინიციატივი. სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს, როდესაც რეგისტრაციის ინიციატორი არის თავად სახელმწიფო და შეავსებს რეგისტრაციით გარკვეულ არეალებს, მთლიან არეალებს, არა ცალკეულ ერთეულ ნაკვეთებს, არამედ მთელს არეალებს რეგისტრაციით შეავსებს, როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო მიწებს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში მყოფ მიწებს. იყო რამდენიმე მცდელობა საქართველოს რეალობაში განხორციელებული იყო სისტემური რეგისტრაცია, რომლებიც გარკვეული ხარვეზებით ჩატარდა და სწორედ ეს არის ის პრობლემები, რასაც დღეს ჩვენ ვაწყდებით, რასაც მოქალაქეები აწყდებიან რეგისტრაციის პროცესში და ექნებათ ბარიერები, ექნებათ წინააღმდეგობა და სწორედ ამის გასასწორებლად არის ამ კანონპროექტის ორივე დონე. ეს არის ორდონიანი კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს როგორც სისტემური რეგისტრაციის ნაწილს, ისევე სპორადული რეგისტრაციის ნაწილს, ანუ ერთეული რეგისტრაციების გაიოლებას, ასევე სისტემურად დიდი არეალების დაფარვას კადასტრით. დაახლოებით რას ფიქრობთ, თქვა კანონპროექტის შემდეგ ეს პერიოდი რომ ავიღოთ, რა პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ეს მთელი პროცესი დასრულდეს, როდესაც ეს სახელმწიფოს ექნება თქვა ძალიან კონკრეტული წარმოდგენა ყველაფერ ამაზე სად რა არის და როგორ. რამდენ წლიანი შეიძლება იყოს? მე ასე ვთქვი, კანონპროექტზე არ ამახლაპარაკეთ, ხადი ამ პროგრამაზე, რომელიც ხო როგორც თქვი, კანონპროექტს აქვს ორი მიმართულება, სისტემური რეგისტრაცია და იმ ბარიერების და ბერკეტების შემსუბუქება მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად არეგისტრირებენ და მომართავენ საჯარო რეესტრს. სისტემურ რეგისტრაციას აქვს პროექტის სახე და არის გაწერილი კონკრეტულ ვადებში მსოფლიო ბანკთან ერთად. ეს არის 30-იანი პროექტი, რაც შეეხება სახელმწიფო პროექტს, რომელიც გულისხმობს ერთეული რეგისტრაციების ახალისებას და ხელშეწყობას. ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი, მთავრობა განსაზღვრავს ამ ვადას განხილვისას, რაზედაც იყო საუბარი, ეს არის მინიმუმ 1 წელი, თუ ეს პროცესი წარმართება უხარვეზოდ, წარმატებულად, მაშინ რა თქმა უნდა ანუ რაღაც წარმოუდგენელ ვადებზე არ არის ლაპარაკი, წლების განმავლობაში ეს არ გაიჭიმება, 30 თვე არის ერთ შემთხვევაში, 1 წელი.
ანუ გონივრულ ვადებზე ლაპარაკი, როდესაც რაღაცნაირად უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი, იმიტომ რომ ადრე რასაც აკეთებდა საჯარო რეესტრი, მხოლოდ უხეშად რო ვთქვათ, ბეჭდის დატყვით, დღეს უშუალოდ მოქალაქესთან ერთად მიიღებს მონაწილეობას რეგისტრში. საკუთარ უფლებას მომცემ ერთ კითხვაზეც ჩავეკითხები ბატონ პაპუნას. ანუ პრინციპში რა შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ ვთქვათ, ასეთ ქალბატონ ნონოს რო დაუბრუნდეთ, ასეთი ეგრეთ წოდებული кейსები, ესეთი ამბები იურიდიული, ნუ მაინც სასამართლოს ან წარსულში რაც მოხდეს, მაინც ალბათ სასამართლოს პრეროგატივა დარჩება, უკვე დავებ, იმიტომ რომ ჩარჩოზე თქვა თემამ, რომ პრინციპში იქ ვთქვათ მორიგება ვერ მოხდება ნოტარის. და ადამიანებმა ნუ რაღაცნაირად ან ერთი მხარე უნდა შეეგვოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ესენი მათთვის რო გასაგები იყოს, რა პასუხს ვაძლევთ, რომ ჩვენ ქვეყანაშიც ისევე როგორც სხვა ქვეყანაში სამართლის დამდგენი ორგანო არის სასამართლო და შესაბამისად თუ სასამართლომ თქვა თავის სიტყვა ქალბატონი ნონა ნარიმანიძის საქმეზე ვთვლი რომ თუ აღარ არის შესაბამისი ინსტანცია. თუ კი თავიდან არ დაიწყება საქმე. იცი რა საინტერესო იყო ქალბატონმა ჩვენს ხომარან ბრძანა რომ მას კიდევ აქვს სასამართლოს შანსი, თუმცა 3 მილიონი სასამართლო მე მგონი გასული აქვს და რა შანსი უნდა გქონდეს მე უკვე არ ვიცი, ანუ უმაღლესამდეც არის მისული. ნუ ნებისმიერ შემთხვევაში საქმე შეიძლება გადაიხედოს, ეს ჩვენ უკვე არ ვიცით. წახალისებაზე ვლაპარაკობდით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია. რას გულისხმობთ წახალისებაში? ძვირი აღარგებს, ხო, დარეგისტრირება. უფრო მეტიც ეს იქნება უფასო მოქალაქისთვის. თქვა საარქივო ცნობა, რომელიც ღირს დღესდღეობით 53 ლარი და ზოგჯერ იყო შემთხვევები, იმისთვის რომ რეგისტრაცია დასრულებულიყო ორჯერ დაჭირვებოდა მოქალაქეს ერთი და იგივე ორგანოდან საარქივო ცნობის გამოთხოვა, იქნება აბსოლუტურად უფასო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიმართავს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედ ეროვნულ არქივს, რომელიც გასცემს მასთან დაცულ ცნობებს და ინფორმაციას მოქალაქისთვის უფასო. ეს რა თქმა უნდა იქნება ფასიანი სახელმწიფოსთვის, მაგრამ მოქალაქისთვის ეს იქნება უფასო. უფასო იქნება, ასევე არის საუბარი სტიმულირებაზე აზროვნების სამუშაოების. მოგვარდება საამზომველო საქმიანობა, რომელიც დღეს აბსოლუტურად ყოველგვარი კონტროლის გარეშე არის დარჩენილი, არ გულისხმობს არანაირ პროფესიულ განათლებას, დაწესდება სერტიფიცირებული ამზომველები, რომელთაც მიენიჭება უპირატესობა მოქალაქეებთან ურთიერთობის ნაწილში და რომელთა მიერ შესრულებული სამუშაო იქნება გაცილებით უფრო ზუსტი და მაღალი ხარისხით შესრულებული, რაც მოგცემს საშუალებას ავიცილოთ თავიდან ისეთ დავები, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობდით დღეს. ასევე მიწის აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მოქალაქეებისთვის ასევე უფასოდ განხორციელდება. მთელი ეს პროექტი გულისხმობს, რომ მოქალაქე პირველად რეგისტრაციას მის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე განახორციელებს უფასოდ. და ამისთვის აქვს 1 წელი. ამისთვის აქვს მინიმუმ 1 წელი, მე შემიძლია ვთქვა. მე მგონი დრო ამოგვეწორა და დიდი მადლობა უნდა გადავხადოთ ბატონ პაპუნდას მნიშვნელოვანი ინფორმაციის და განმარტებებისთვის, რაც მან გაიგეთ და წარმატებას გისურვებთ. ასევე დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დღეს ამით ვასრულებთ გადაცემას და თეო ძალიან დიდი მადლობა ჩვენ თაკო გასწრაფად ჩვენ და თეოსაც ასევე დიდი მადლობა მინდა ჩვენ არა მარტო საერთოდ არამედ იმ თეოს რომელიც პასუხობდა. ვასრულებთ გადაცემას, დიდი მადლობა რომ ვიყურებთ და გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე. კარგად გაგრძელოთ.